საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ და შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულმა სააგენტომ კორუფციის ფაქტი გამოავლინეს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში 2014 წლის 5 ოქტომბრიდან მიმდინარეობს გამოძიება მოხელეთა მიერ ქთამის აღების ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328 მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მოქალაქის ზეპირის შეტყობინება SIP საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის სპეციალისტის მხრიდან ქთამის მოთხოვნის შესახებ. გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ მოქალაქეებმა გადაწყვიტეს მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რამდენიმე ნაწილად დაყოფა, შემდგომი რეალიზაციის მიზნით და აღნიშნული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში დარეგისტრირება. ამისთვის 2014 წლის 24 სექტემბერს მოქალაქე დაუკავშირდა მის ნაცნობს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის სპეციალისტს და სთხოვა დახმარება ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის დაჩქარებული წესით დაყოფასა და რეგისტრაციაში. ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის სპეციალისტმა დახმარების სანაცვლოდ ქთამის სახით მოქალაქეს მოსთხოვა 650 ლარი. 2014 წლის 10 ოქტომბერს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში ნაკვეთის დაყოფის შესახებ დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის სპეციალისტმა მოქალაქისაგან რეგისტრაციის დაჩქარებული წესით 5 სამუშაო დღის ნაცვლად 3 დღეში დასრულების სანაცვლოდ ქთამის სახით გამოართვა 650 ლარი. იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ერთობლივად გატარებული საგამოძიებო და ფარული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ქთამის აღების ფაქტზე დაკავებული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის სპეციალისტი. იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის საქმეზე აგრძელებს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების წარმოებას. სამართალდამცავი ორგანოები, მათ შორის იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, იღებს და კვლავაც მიიღებს აქტიურ ზომებს ქთამის დანაშაულთან ბრძოლის მიზნით და საჯარო სამსახურში კორუფცია ვერ დაბრუნდება.